გამარჯობათ. ეხლა უკვე გთავაზობთ განახლებული პირველი მარშრუტის ვიდეოს. ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის წრეს გავაკეთებ და დავიწყოთ განახლებული პირველი მარშრუტი. როცა ამთავრებთ, მოკლედ აი აქ იყავით ხო, ესე ნელა ამოდით რა, გადმოგიხდებათ, გავუშვით. თუ არა და გააჩერებს, აუცილებლად იცოდეთ, რომ თქვენი გზა არის, არავის ისე არ უნდა დაუთმოთ. აქ ვრთავთ მარჯვენას და შედიხართ უკვე ეზოში. კარგი, დავიწყოთ ახლა აბა. აქ მოკლედ ესე იგი მარცხენა ციმციმით გამოვდივართ ხო, კარებთან ვიყურებით უკან მხარზე, რომ არავინ არ მოდიოდეს. ჩაურთავთ აქ უკვე მარჯვენა ციმციმას და გარე ზოლით ჩამოუხვევთ. ნახე, ერთი ზოლი ჩამოდის სულ აქ შიდა ზოლით, მარტო იმიტომაც არის ცუდი, რომ იქ უწყვეტი გაქვს ძალიან ცუდად. აქ ერთი მანქანა ეტევა, აქ არ არსებობს გარე და შიდა და ორი ზოლი. ძალიან ვიწრო არის ჯერჯერობით. მერე და მერე უფრო ფართოვდება, თორე თავიდან მოხვევის დროს ერთი მანქანა ჩაეტევა იქ ხოლოდ. ჩამოდივართ ესე გარე ზოლით. დაბკოლებებს საერთოდ თუ აღარ დაინახავთ, მე ეგრევე გადმოდით ხოლმე მარჯვნივ, თორე თუ დაბკოლებებს ხედავთ და რაღაცა მაგ შემთხვევაში ეგრევე გარეზოლი შიდაში აღარ შეხვიდეთ ხოლმე არავითარ შემთხვევაში. ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვეღარ ცუბუქს დაგიწენენ და ვერაფერს თუ დაბკოლებები იქნება მარჯვენა ზოლში და ძირითადად თუ ვიცით რომ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა მაინც. ესე მოძრაობთ. 50-იანი გზა არის როგორც უკვე ვიცით. ამიტომ 45-ით მაინც ვიმოძრაოთ ხოლმე, როცა ესეთი თავისუფალი იქნება, როცა არა და ჩვეულებრივად გავუყვეთ გზას. ნახე, აი ამ ქვეითებს გავწდები მე ახლა ყველას და მერე გადმოვალ უკვე მარჯვნივ. მალე მოსახოვი მარჯვნივ მეტყვის კომპიუტერი, კარგად შევნელდები, არსად არ მეჩქარება, გავიხედები კარგად მარცხნივ. ეხლა ზოლებს მივაქცევ ყურადღებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადავკვეთო, წინ ვიყურები, სარკეში ვიყურები, საითაც უხევ ყოველთვის. ეხლა შევაფასოთ სიტუაცია აუცილებლად. ჩავუშვით მარცხენა ციმციმა, რახანც არავინ არ მოდის, კარგად ავაჩქარი, აღარაფერს აღარ ველოდები და უკვე აჩქარებული შევუერთები 70-იან გზას. საშუალება თუ გვაქვს, როგორც უკვე ვიცით, ამ გზაზე 60-65-ით მოძრაობთ. და ეს ახალი პირველი მარშრუტიც უკვე მეორე-მეოთხეს ჩასახვევში ჩადის. 500 მეტრში მოსახოვი მარცხნივ გვეტყვის, თავიდან გმირთა მოედნამდე მოკლედ ერთი და იგივეა ეს ახალი პირველი მარშრუტიც. უბრალოდ ცოტა თავის დროზე უნდა გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. მივალთ და ყველაფერს კარგად ავხსნით რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. 300 მეტრში მოსახოვი მარცხნივ. წინა მანქანა ანელებს, ამიტომ მეც დავიწყებ შენელებას. საცობივით არის, არა უშავს, გავართ და ველოდებით. როგორც კი გავიგებთ, მალე მოსახოვი მარცხნივ, ჩაურთოთ მარცხენა ციმციმა აუცილებლად და მივიწიოთ ხოლმე უწყვეტის მხარეს აუცილებლად, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, როცა ესეთი განიერია ცოტა ერთზოლიანი, ყოველთვის ვეცადოთ ხოლმე, რომ იმ მხარეს მივიწიოთ, საითაც უხევთ. გავართ ველოდებით ჩვენი, საქმე მხოლოდ და მხოლოდ წინიდან მომავალ მანქანებს უთმობთ. და ორი ზოლი, აქ როგორც ვიცით, ორი ზოლი ჩადის, ერთი ზოლი ამოდის. უფლება გვაქვს რომელ ზოლშიც გვინდა იმაში შევიდეთ, თუმცა ყოველთვის კარგია უახლოეს ჩვენ ზოლში შევიდეთ ხოლმე, ანუ მარცხენა ზოლში. კარგად უკანაც ვაკონტროლოთ ხოლმე, რომ არავინ ჩაგვიჭრას გზა, წინიდან გამოვატაროთ, აი როგორც ახლა ამ თეთრმა გააკეთა, ახლა მე რო დამეძრა, ხო წარმოგიდგენია რა მოხდებოდა, ამიტომ კარგად აკონტროლეთ ხოლმე უკნიდანაც, რომ არავინ გიჭრიდეს გზას. აჰა, ერთი ზოლი ამომავალია, კარგად გაუსწორდით ხოლმე ამომავალ მანქანებს, ესე გვერდიდან რო ყავდეთ, ჩვენი მანქანის ხვირი რო უკვე ჩვენ ზოლთან იყოს მისული და ნახე, ესე ზუსტად მარცხენა ზოლში ჩამოვიდეთ ხოლმე. როგორც უკვე გითხარით, მარჯვენაზე თუ ჩახვალთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. მარცხნივ მოხვევის დროს თეორიაშიც ვისწავლეთ, რომ ჩვენთვის რომელი ზოლიც მისაღებია, იმ ზოლში შეგვიძლია შევიდეთ. რა თქმა უნდა, ახლა როცა გზაჯვარედინია, ესეთ სარგულისწყლო ბევრი თუ ცოტა ესეთი მოძრაობა სადაცაა, თუ ზოლს გვინდა გადავახდეთ ესე რომ თქვათ და მეორე სხვა ზოლში შევიდეთ, მაშინ იმ ზოლის უსაფრთხოებაც უნდა ამოფრათ და ისე გავაკეთოთ. მოკლედ შემოვდივართ მარცხენა ზოლში, ვიყურებით წინ ძალიან დიდი ყურადღებით, რომ მარჯვენა მხარეს თუ გვეყოლება დაბკოლება, აღარ ვიწვალოთ და აღარ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს. რომ აქეთ-იქით ზოლების შეცვლა არ მოგვიწიოს ხო ხშირი.
რაც ნაკლებ მანევრს გავაკეთებთ, მით უკეთესი იქნება. ხო, ანუ მარცხნივ მოხვევის დროს შეგვიძლია, თუმცა მარჯვნივ მოხვევის დროს არ გვაქვს არჩევანის უფლება. მარჯვნივ როცა უხვევთ, ყოველთვის უახლოეს ჩვენ ზოლში შევდივართ ხოლმე. რა თქმა უნდა, თავისუფალი უნდა იყოს ეს ზოლი. თუ არ აქვს წესებით დაცული და ზედგსაჯვარადინზე არის გაჩერებული მანქანა და ფიზიკურად ვერ შევდივართ ხოლმე ჩვენ ზოლში, მაშინ გვაქვს უფლება ან ციმციმით, ან და ისედაც გვაქვს უფლება, რომ ეგრევე მეორე ზოლში შევიდეთ ხოლმე. 300 მეტრში მოსახვევი, მარჯვნივ გვეტყვის კომპიუტერი. კარგად დააკვირდით ხოლმე ბოლომდე, რომ არსად დაბკოლება აღარ იყოს, რომ ყველა გადასვლა-გადმოსვლა არ მოგვიწიოთ. როგორც კი მიხვდებით და გეცოდინებათ, რომ წინ აღარანაირი დაბკოლება აღარ გაქვთ, ხოლოდ მას შემდეგ გადმოვიდეთ ხოლმე მარჯვენა მხარეს. კარგად გავიხედოთ ხოლმე და ისე, რა თქმა უნდა, სარკე მხარი არ გვავიწყდება, არც ციმციმა, გადმოვიწიოთ მარჯვენა მხარეს. და უკვე ველოდებით მალეს. ამ ზებრასთან ფრთხილად იყავით ხოლმე, ძალიან ყურადღებით. მალე მოსახვევი მარჯვნივ გვეტყვის, ჩაურდოთ მარჯვენა ციმციმა. ნელა წყნარად მოუხვიოთ მარჯვნივ, სამკუთხედებამდე მხარზე გავხედოთ წრიულზე მანქანები არ იყვნენ. არ არიან ჩემ ზოლში, ნელ-ნელა გავაგრძელოთ მოძრაობა, თუ მოგვასწრეს, კარგად ვიყუროთ, სანამ ზოლამდე შევართ, ექნება და ვიღაცა უცებ შემოვარდეს, კიდე გავხედოთ ხოლმე და კიდევ ერთხელ რომ დავწმუნდებით, რომ ნამდვილად არავინ არ არის, შემდეგ გამოვიდეთ ხოლმე. აქ ჯერ არ ვიჩქაროთ ამ ზებრასთან, ძალიან ფრთხილად გავიაროთ ხოლმე და პირველივე შანსზე, როგორც კი მოგვეცემა შანსი, შევიცვალოთ ხოლმე და გადმოვიდეთ შუა ზოლში. თუ ვერ გადმოხვალთ, არ არის პრობლემა, დარჩით პირველ ზოლში, გააგრძელეთ პირველი ზოლი. უბრალოდ სადღაც მაინც შევიცვალოთ ხოლმე. პირველი ზოლი არც ისე კარგი ზოლია, აქედან გამომდინარე, გამოცდისთვის რაც ნაკლები პრობლემა შეგვექნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. ეს მანქანა გაჩერდა, ჩემ ზოლში არ არის, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელებ მოძრაობას. თავიდან იგივე ჩვეულებრივად, როგორც მეორე და მეოთხე მარშრუტის ვიდეოებია, ზუსტად ანალოგიურია. მოვძრავთ ესე მეორე ზოლით და წინ ნახე იმ ზებრას რომ გავწდებით მაკდონალდსის ნიშანიც რო ჩანს. თუ მოგეხერხდება, მან გადავიდეთ ხოლმე მარცხენა ზოლში. უკეთესიც არის. რა თქმა უნდა, ეხლა წინ თუ სუფთას ვხედავთ გზას და წინ საერთოდ არანაირი დაბკოლება არც მეორე ზოლში და არც გზის მეორე მხარეს აღარ გვექნება, მაშინ გააგრძელეთ ხოლმე მეორე ზოლით, მაგაზეც არ არის პრობლემა. თუმცა თუ წინ მანქანა გვყავს და იმის იქითაც ვეღარ ვხედავთ ვერაფერს, უმჯობესია თუ მოვახერხებთ, გადავიწიოთ მარცხენა ზოლში. უბრალოდ აუცილებლობა არ არის, არ იფიქროთ, რომ ეს აუცილებელია და გადმოსვლის დროს უბრალოდ არ ჩაიჭრათ, ხო? თუ საშუალება გექნებათ, გადმოდით, თუ არა და დარჩით შუა ზოლში, არ იქნება მაგაზეც პრობლემა. უბრალოდ აქ გადმოსვლაზე ბევრად უფრო გამარტივებულია შემდეგ უკვე გზაჯვარედინის იქით სიარულის გაგრძელება. ესეც საცობის დროს კარგად უყურეთ ხოლმე, ხო, შუქნის შანსს ესე ნელ-ნელა და არ დაიწყოს ციმციმე აყვითელი არ აგენთოთ ხოლმე. მწვანე ამიტომ ვაგრძელებ მოძრაობას, აქაც თავისთავად ქვეითებს არავის არ გავატარებ და შემოვდივარ ეგრევე მარცხენა ზოლში. აი აქ უყურე, ცოტა ხანში უკვე გავიგებთ პირველ მარშრუტზე ვიქნებით, მეორეზე თუ მეოთხეზე. ანუ პირველ მითითებას, როგორც უკვე ვიცით, 500 მეტრს გვეტყვის, დაახლოებით პირველ ამაღლებულ ზებრასთან გვეუბნება პირველად 500 მეტრს. სიჩქარეს კარგად ვაკონტროლებთ, მანქანებს კარგად უყურებთ, არაფერი საშიში არ არის აქ მარცხენა ზოლში. ზებრებს აუცილებლად შორიდან მეუყურეთ, შორიდან ვიაკონტროლეთ, ახლომის ზოლზე უკვე ვეღარ განსაზღვრავთ, კარგად თუ ვეღარც დავინახავთ კარგად ქვეითებს, შორიდან ყველაფერი უკეთესად ჩანს. აი დაახლოებით ამ ადგილას გვეუბნება პირველ მარშრუტზე 500 მეტრში წრიულზე მარჯვნივ ვიმოძრავოთ. მეორეზე და მეოთხეზე, რა თქმა უნდა, მარცხნიდან გვეუბნება. როგორც კი გავიგებთ 500 მეტრს, უკვე ვეცადოთ, რომ შევიცვალოთ ხოლმე ზოლი. საერთოდ 300 მეტრის მერე ჯობია ხოლმე ზოლის შეცვლა. როგორც უკვე ვიცით, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომ აქ რაც მეტი შანსი გვაქვს მოკლედ, ჯობია თავიდანვე დავიწყოთ გამოყენება ხოლმე. რა თქმა უნდა, წინ მაინც გავხედოთ ხოლმე, ახლა დაბკოლება თუ გვაქვს, საერთოდ აღარ გადმოვიდეთ. ეხლა მე ამ შემთხვევაში არანაირი დაბკოლებას ვერ ხედავდი და მაგიტო აქვე ვარჩიე გადმოსვლა. ეს ერთი შანსი. შუქნიშნის მერე გვაქვს მეორე შანსი, თუ არა და იქ გადმოხვიდოდით. და უკვე მესამე შანსი გაჩერების შემდეგ. გაჩერების შემდეგ პატარა ვიდეო რო ჩავწერე, გაჩერების შემდეგაც კარგია ხოლმე გადმოსვლა, რომ
აქ მაინც ცოტა სახიფათოა პირველ ზოლში მოძრაობა. თუ გადმოხვალთ ცოტა ადრევად ესე როგორც ამ ვიდეოში მე გადმოვედი, ძალიან დიდი სიფრთხილით აღარც ძალიან მოუმატოთ ხოლმე, აი ამ მანქანებთან, გაჩერებასთან ყველგან ძალიან დიდი სიფრთხილით ჩაიარეთ. არიჩქაროთ იცოდი ამ ზოლში თუ აღმოჩნდებით ცოტა ადრე თუ გადმოხვალთ. გადმოსვლით თუ მოახერხებთ, გადმოდით, მაგრამ მე უკვე სიფრთხილით ჩაიარეთ ხოლმე და აი აქ არის კიდე კარგი გადმოსვლა რა. ანუ ძირითადად ამ პირველ ზოლში არ მოძრაობს იმდენი მანქანა, ყველა მარცხენა ზოლში დგას ხოლმე, იმიტომ რომ იციან რა ზოლიც არის. იქან ავტობუსია გაჩერებული, ხარ მარშრუტკაა გაჩერებული, ხარ ვიღაცა აყენებს აპარკინგებს და ეს პირველ ზოლში მოკლედ სულ არის ხოლმე ასე თუ ისე თავისუფლება. აქედან ავდგებით და შევიდეთ უკვე შუა ზოლში. ის ვიტრო მოკლედ სამზოლიანი იწყება აქედან, შევიდეთ შუა ზოლში და აი ამ მანქანებს როგორც კი გავწდებით, გადავიდეთ ხოლმე მარჯვენა ზოლში. ისე მარჯვენა პირველ ზოლში შეგვეძლო ეგრევე შესვლა, თუმცა იმდენად პატარა პარკინგია იქ გაკეთებული, რომ მანქანებს კუდი გარეთ აქვს დარჩენილი და ვეღარ ვეტევით პირველ ზოლში. აქედან გამომდინარე, აი ამ მანქანასაც გავწდებით, საერთოდ არ გვეჩქარება უწყვეტამდე აუცილებლად უნდა შევიცვალოთ ზოლი. აქ უკვე გვეტყვის მალე მოსახვევი მარჯვნივ, ჩაუერთოთ მარჯვენა ციმციმა. აქ ნახე მთავარი გზა ჩვენი არის, იმათ განაუთმოთ სამკუთხედებიდან მომავალ მანქანას. თუმცა ნახე როგორი სიტუაცია, როგორც უკვე გითხარით, მარჯვნივ მოხვევის დროს უნდა შევიდეთ მარჯვენა ზოლში. ნახე როგორ გამორბიან. ისინიც ანუ ხდებია, რომ წინ მე თავისუფალი მაქვს, წამოვა ისიქ, მაგრამ ეგრე არის რა, არ უნდა დააბრკოლო. სანამ კიდე დაძრას გადაწყვეტავთ, ამ ზებრაზე უყურე, საიდან იწყება ეს ზებრა, როგორც ახლა მე დამემართა. იმიტომ რომ იმედია არ დაგემართებათ ხოლმე კი თავის დროზე გავჩერდი, მაგრამ ჯერ კარგად გახედეთ ხოლმე ზებრასაც და მერე დაძარით ხოლმე მანქანა. მოკლედ აქ ამ შემოსახვევში თუ ხედავთ მოკლედ სამკუთხედებთან მანქანებს, ანუ არანაირ დათმობის ვალდებულება არ აქვს. უბრალოდ ჩვენ ვალდებულები ვართ რომ შევიდეთ მარჯვენა ზოლში. აქედან გამომდინარე ის მანქანა რო გხედავს შენ, რავი, ზოგი ახლა ვინც კაიმძღოლია და ისეთია, გაგითვალისწინებს და მიხვდება რომ რახანს პირველი ზოლში დაკავება გაქვს, მეორე დაგჭირდება და აღარ გამოვა გაცდის შესვლას, მაგრამ ნუ აბა ეგრე სად არის, ხო, ეგრე ძალიან იშვიათად რომ ვიღაცამ ეგრე გაცადოს. აქედან გამომდინარე, დააკვირდით ხოლმე თუ სამკუთხედებს გამოწდა და გამორბის, შედით პირველ ზოლში, რა თქმა უნდა ვერ შეხვალთ დაკავებულია, ზებრამდე ჩერდებით, ურთავთ მარცხენა ციმციმას, უკვე გადმოსული გაატარეთ. რომ საავარიო სიტუაცია არ შექმნას, მაგრამ უბრალოდ იქითკენ სამკუთხედებთან თუ იდგება, იმას აღარ დაელოდოთ ხოლმე და იმის გატარება ის ვალდებულება არ აქვს, ხო? და შემოვიდეთ ხოლმე უკვე გადმოვიდეთ ხოლმე მარცხენა ზოლში. თუ კაციშვილი არ არის საერთოდ წრიულზეც ვერავის ვერ ხედავთ, ეგრევე შეგიძლიათ ადგეთ და პირველი ზოლში საერთოდ როცა ადგილი არ გეკრებათ, ადგეთ და ეგრევე მეორე ზოლში შემოხვიდეთ ხოლმე, ეგეც არ არის, მაგის გამოც არავინ არ ჩაგწევთ, იმიტომ რომ ზებრაზე ვეყავთ ხოლმე მან გაჩერებული მანქანა. დანარჩენი უკვე როგორც ვიცით, ზუსტად როგორც მე-5 და მე-7 მარშრუტი, ზუსტად ანალოგიურად გააგრძელებთ მოძრაობას და ისე დაასრულებთ გამოცდას. აქ გავწყვეტავ მე ვიდეოს და ყველას წარმატებას გისურვებ.